პირდაპირ ეთერში რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით 16 საათი 16 წუთი გახლავთ და რადიო იმედის სტუდიაში ძალიან საინტერესო სტუმარს ბატონ სოსო მანჯოვიძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის და ბატონ სოსოსთან ერთად ასევე ვეცდებით გლობალური სურათი მისეული ანალიზით დავინახოთ და უფრო მეტი აღმოვაჩინოთ ამ ორომ ტრიალში, რომელიც დღეს იძლევა ისეთ მოცემულობას, სადაც ტემპი საერთოდ არ ვარდება და პროცესები, სიუჟეტები სულ უფრო კულმინაციური ხდება და გონია რომ რაღაც პიკმა გაიარა, თურმე ჯერ სად ვართ. ბატონ სოსო, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა რომ მოახერხეთ მობრძანდით და მაშინ ჩვენი დიალოგის დაწყებას შემოგთავაზებდით არსებული გლობალური პოლიტიკის სურათის თქვენეული მიმოხილვითა და შეფასებით და შემდეგ უკვე კონკრეტულ ასპექტებზე გავიდეთ. ფაქტია რომ დღეს ისევ რჩება ეს სამი წერტილი უკრაინა, ირანი და მართლაც სამხრეთ კავკასია ორ ცეცხლში არის პირდაპირ გაგებით და ტაივანი პერსპექტივაში. ეს ყველაფერი ასე თუ ისე გადის საბოლოოდ ამერიკა, ჩინეთის დაპირისპირების ირიბ პერიმეტრებზე. კი ბატონო, მათ შორის არა მარტო იქ. არა მარტო და სხვა დიდ მოთამაშეები. სურათი იმდენად ესე თქვათ მრავალფეროვანია და მრავალწახნაგოვანია, რომ ამის ძალიან ასე ასახვა და უშოთ ჩვენს გონებაში რთულად ხდება. უბრალოდ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სულ იმაზე, რომ სამი ვულკანია გრანდიოზული. ესე რომელიც ერთმანეთთან კავშირში არის, აი ვულკანური სისტემა როგორ არის, ახლა მიდის მეცნიერება იმის გაგებამდე თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, ხომ, რომ მთელ დედამიწაზე. დიახ. ისევეა და უშოთ ამას შეიძლება კარგი ანალოგია გეოპოლიტიკას თუ და გეოეკონომიკას თუ შევადარებთ. უკრაინის კონფლიქტი მოგეხსენებათ, გლობალური ძალები ჩაერთვენ და ამ მორევში სულ უფრო და უფრო მეტი ძალის ჩართვა ხდება და სულ უფრო და უფრო ესკალაციის ახალ პერსპექტივებს ქმნის, მათ შორის ატომური ესკალაციისაც. მეორე ირანი არის დავუშვათ თუ უკრაინა არის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, რადგან ბჟეზინსკი მოსწრებულად ამბობდა რომ რუსეთი იმპერია იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი ინტეგრაციას გააკეთებს უკრაინის გარეშე რუსეთი რეგიონალური სახელმწიფოა და ეს შეესაბამება დიდწილად რეალურად. ეს სივრცე ისევე არის გეოპოლიტიკური გასაღები რუსეთისთვის მინიმუმ დასავლეთის მიმართულებით, როგორც დასავლეთისთვის აქეთ მიმართულებით. საჯილდაო ქვა არის და ეს იყო დიდი ხნის განმავლობაში აქ ძალიან სასტიკი ომები მიმდინარეობდა. ჯერ იგივე დაუშვათ ჟეჩპოშპოლიტაიასა და დაუშვათ მოსკოვიას შორის იყო იქ უდიდეს წინააღმდეგობები, იმიტომ რომ იქ რელიგიური განსხვავებებია დიდი. ანუ აქეთ უკრაინაში იქ უნიატები და ასე შემდეგ იქ სხვადასხვა ფაქტორები იყო, მათ შორის დაუშვათ იგივე რუსეთმა როდესაც მოიერთა პოლონეთის მესამე გაყოფის შემდეგ იქ აღმოჩნდნენ რუსეთის იმპერიაში ყველაზე უფრო მეტი კომპაქტურად დასახლებული და იუდეველი, რომელსაც რუსეთის იმპერიამ ეგრეთ წოდებული ჩირტა ასედლესი გამოუყო და ეს იყო ბევრი ადარებს ამას გადაყლაპულ რუსეთის იმპერიის მიერ გადაყლაპულ ზღარბს, რომელმაც მას კატასტროფული შედეგები მოუტანა. მიზეზთა გამო სხვა და დაუშვათ სხვა და აი ეს კონფლიქტი რაც მიმდინარეობს ამ ისტორიულ ფესვებსაც ატარებს სხვათა შორის ისტორიულ მეხსიერებას და სხვადასხვა ფინანსურ თუ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ინსტრუმენტებში განხორციელებულ ამ ისტორიას ვხედავთ ჩვენ. ხშირ შემთხვევაში ეს რჩება ისტორიის უცოდინრობის გამო მხედველობის არიდან გადის. ეს რაც შეეხება უკრაინას და უკრაინაში სულ უფრო და უფრო გამწვავებას ვხედავთ, იმიტომ რომ ევროპის მილიტარიზაცია სახეზეა. ამერიკელები ფორმალურად თვითონ გავიდნენ კონფლიქტიდან, მაგრამ სინამდვილეში აწვდიან კრიტიკულად მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის, ასე ვთქვათ, იმ ძალას, რომელიც დღეს უკრაინას უწოდებთ, მაგრამ ეს უკვე კონსოლიდირებული ძალა არის და უკრაინელები გამოდიან, ასე ვთქვათ, როგორც
დასავლეთის ერთგვარი მოდით ასე ვთქვათ, აი როგორც ზაპოროჟსკაია შეჭა როგორც იყო, აი კაზაკების არმია, რომელსაც ხელფასს აძლევდნენ და ის ომობდა. და მუდმივად იყო ეს ზაპოროჟსკაია შეჭა, ან პოლონეთის სეიმის განკარგულა მეფის განკარგულების ქვეშ, მას ხელფასს აძლევდნენ, იყო რეესტრი და მაგალითად აჯანყება იგივე ბოგდან ხმელნიცკის და მანამდელი აჯანყებები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ კაზაკობა ითხოვდა რეესტრის გაზრდას. და პოლონელებს კიდე არ უნდათ ამდენი ფულის გადახდა. და ეს დაკავშირებული იყო ასევე იმასთან, რომ აქეთ მართლმადიდებლები იყვნენ და იქით კათოლიკები და მუდმივად იყო ეს. და იქით კიდე ქუქებიდან ოსმალეთის იმპერია. ოსმალეთის იმპერია, რა თქმა უნდა, შვედეთი, რუსეთი, მაშინ ესეთი გეოპოლიტიკა იყო. სხვა მოცემულობა იყო. მოთამაშეები შეიცვალნენ გარკვეული დოზით, თორემ სივრცე და გეოგრაფიული მდგომარეობა და წინააღმდეგობები იგივე და ინტერესები იგივე დარჩა. და დღეს ჩვენ ხედავთ უკვე რომ გერმანია იღებს ასე ვთქვათ, უნდა აიღოს დეკლარირებულად პასუხისგებლობა, კვლავ გამოდის ცდილობს ევროპის სახელით და ევროპა კვლავ ერთიანდება. ახლა ევროპის мотиваცია გასაგებია, ხო? ევროპა არის დარჩენილი რესურსების გარეშე, ეს არის უზარმაზარი მოსახლეობა, მაღალი სოციალური სტანდარტების, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როდესაც დაუშვათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა საკმაოდ ესეთი კარგი ევროპისთვის მოცემულობა, როდესაც ის კარგად სარგებლობდა როგორც თავისი ტექნოლოგიებით, ასევე დაბალი ღირებულების ენერგეტიკული და სხვა მასალების მიწოდებით, იგი ხელმისაწვდომობით, ამერიკული ქოლგით და ეს იყო მართლაც ოქროს ხანა. ეკონომიკური თვალსაზრისით უპრეცედენტო ევროპისთვის, მაგრამ შემდეგ ამან ეს გადაიზარდა როგორც ყოველთვის ხდება კაცობრიობის ისტორიაში, ეს სუპერგაერთიანება თავისი იდეოლოგიური, მისივე ჩანასახში არსებული იდეოლოგიური წანამძღვრების პათოლოგიზირების შედეგად, ესე იგი გადავიდა სულ სხვა რანგში და დღეს ის განიცდის შეუქცევად, ესე ვთქვათ, დეგრადაციას სამწუხაროდ. და ეს ჩვენთვისაც სამწუხარო მოცემულობაა, რა თქმა უნდა. და როგორც როცა საერთოდ ესეთ სუპერგაერთიანებები განიცდიან დეგრადაციას, ისინი ხდებიან აგრესიულები და ცდილობენ მოსპონ მათი გავლენის არეალები, ანუ ეს გავლენის არეალებში იწყება განუწყვეტელი ესე კონფლიქტები. რასაც ვხედავთ იგივე უკრაინაში და რასაც ვხედავთ საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს და რასაც დაუშვათ დავინახავთ თუ ამერიკული სუპერსახელმწიფო ასევე შევა პიკეში, რასაც უწინასწარმეტყველებს ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ექსპერტი. იქში დომინაციის მცდელობის გახანგრძლივების კუთხით? დიახ, თუ დომინაციის გახანგრძლივების მცდელობებს ჩვენ ვხედავთ, მაგრამ თუ ეს იქნება წარუმატებელი, ხომ დავინახავთ ჩვენ უკვე ქაოსის ექსპორტის გაძლიერებულ მცდელობებს. ეხლა რაც შეეხება ირანს. 1973 წლიდან ამერიკის კონგრესს აქვს უფლება, ესე იგი, უფლება კი არა ამერიკის კონგრესის დაუკითხავად ამერიკის პრეზიდენტს 60 დღის იქით აღარ შეუძლია დაუშვათ იომოს, ანუ ესე რომ ვთქვათ, აკრძალვა. ანუ 60 დღე ეს არის პერიოდი, საკმაოდ ისეთი მოხერხებული როგორც ერთიანმა სისტემამ შეიმუშაო. 60 დღე ეს არის. საჭიროება თუ ითხოვს იმოქმედოს ოპერატიულად და ამასობაში დავსხდებით, დავფიქრდებით და გადავწყვეტებით. და ახლა ტრამპმა ამიტომ 60 დღის გასვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ამერიკამ გაიმარჯვა. ახლა რა თქმა უნდა არ გაუმარჯვია, რა თქმა უნდა უდიდესი პრობლემები აქვს. მათ ისევე როგორც ირანსაც უდიდესი პრობლემები აქვს ხადია და იქ პასიანსი, ანუ თავსატეხი გეოპოლიტიკური ძალიან რთულია, რადგან ახლა ჩვენ რო დავიწყოთ ლაპარაკი, მგონი არ გვეყოფა ამის 1%-იც კი, ესე იგი ვერ აისახება და შეიძლება გამოგვივიდეს ესეთი ქვია ცალმხრივი სურათი, ამიტომ საერთო ფრაზებით შემოვიფარგლები. ხშირად ეს ინტერესანტები რაც ჩანან ხომ საერთოდ სხვანაირად მოქმედებენ, აი მაგალითად საუდის არაბეთი, რომელიც განიხილებოდა როგორც შეერთებული შტატების ისეთი უპირობო მოკავშირე და აბრაამიტული შეთანხმებების ესე ვთქვათ მხარდამჭერი,
ამ ომში არც თუ ისეთ მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ხომ იქ დაბომბვის შედეგი იგივე პრინც სულტანის ბაზაზე რა განცხადებები გააკეთა ბენ სალმანმა, რომელსაც მერე მოყვა ის, რომ ბენ სალმანი თლათ ისე ტრამპს აღარ უჭერდა მხარს და ამიტომ ტრამპმა განაცხადა, რომ სრულად უხამსი განცხადებები გააკეთა მაიამიში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ის ახლა ნატრობს მე როგორ მაკოცოს უკანალზეო და რაც ახლა მოგეხსენებათ თუ გავითვალისწინებთ ახლა იმას, რომ ბენ სალმანი გახლავთ ესე იგი არაბეთის ცენტრალური სახელმწიფოს კრონპრინცი. ხომ ახლა წარმოვიდგინოთ იქ რა ემოციები იქნებოდა ამასთან დაკავშირებით. ხო, თუმცა ახლა საუდის არაბეთის პოზიცია არაერთმნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას გარდა ორმუზის სრუტისა აქვს თავისი ენერგომატარებლების ალტერნატიული გატარების საშუალება ბაბელმანდების სრუტიდან, ანუ ეს კვეთს მთლიანად იმას არაბეთის ნახევარკუნძულს და საკმაოდ ისეთი მოგებაც მიიღო საუდის არაბეთმა. მეორეს მხრივ რო ავიღოთ ხომ, ანუ რეგიონი რაც ვამბობ, რეგიონის ქვეყნებს სხვადასხვა ინტერესები აქვს, რომ აქ ძალიან აქტიურობს ისეთი სახელმწიფო, როგორც გახლავთ გაერთიანებული არაბთა ემირატები, რომლის შესახებაც ახლა ჩვენ უფრო ინფორმირებული ვართ, ვინაიდან აქ მიმდინარეობდა ამ სახელმწიფოდან რაღაც გადასახლების მითოლოგია შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ 800,000 დაახლოებით 800,000-მდე ესე ვთქვათ აბორიგენი, ანუ იქაური მცხოვრები, არაბი ცხოვრობს იქ და ეს დაყოფილია 7 ცალკეულ საემიროთ, ჯუჯა საემიროებად, ეს არის გაერთიანებული არაბთა ემირატები და იქ არის იმის გამო რომ ეს რაღაც საოცრება მოხდა ეკონომიკური თვალსაზრისით დაუშვათ ის გალფის ქვეყნებში ხომ იქ უამრავი უთვალავი 8 მილიონამდე მიგრანტია იქ მიგრანტი კი არა მომუშავე ინდოეთიდან ფილიპინებიდან იმიდან მალაიზიიდან ინდონეზიიდან ძირითადად ხომ რომლებიც იქ მუშაობენ და ისინი ქმნიან სწორედ ამ ეკონომიკურ სასწაულს რომელიც აღმოცენდა უწყლო აბსოლუტურად უდაბნოში იქ არის ფინანსური ცენტრები გლობალური კომპანიების ცენტრები და ასევე ეს 7 საემირო ეს ჯუჯა სახელმწიფო სინამდვილეში ეს არის მოცემულობა როცა ფულმა ქვიშაზე გაიმარჯვა ფულმა და პიარმა და ნუ სწორმა სტრატეგიულმა ხედვამაც სწორი გარკვეულ ისტორიულ პერიოდში თორემ რა იქნება ეს კიდე ცალკე თემაა აი იქნება ეს ჩვენ არ ვიცით ხო და არც ისე კარგი პერსპექტივებია და ეს გაერთიანებული არაბთა ემირატები აქტიურად არის ჩართული სხვათა შორის ძალიან ბევრ გეოპოლიტიკურ პროექტში მაგალითად ის ეომება მისი პროქსები ეომებიან იმას რა ქვია პროქსებს იემენში იმისას ბენ სალმანის ანუ საუდის არაბეთს ის ძალიან დაძაბული სიტუაცია და არის მოკავშირე ისრაელის ანუ ამით ისი თქმა მინდა რომ რასაც ვერ ცხებულობს ირანი დღეს მიმდინარე საიდან რატო ამხელატირა და ემისთვის დამჭირდა რომ დღეს მიმდინარე დარტყმა მოხდა იმაზე რა ქვია ბანდერაბასის სპორტზე დღეს თუ გუშინი უბრალოდ დღეს უკვე ბანდერაბასის სპორტზე საიდან განხორციელდა გაერთიანებული არაბეთის ტერიტორიიდან ანუ ამავე დროს ნეთანიაჰუმ განაცხადა რომ მისი ჩასული იყო იქ და მის რკინის გუმბაც აუცილებლად მიყიდის გაერთიანებულ არაბთა ემირატებს ეს რას ნიშნავს რომ 60 დღე გავიდა ეხლა დაიწყება ესკალაცია ანუ შესაძლებელია რომ ესკალაცია მოხდეს ოღონდ უკვე იმ მიზეზით რომ ირანმა განახორციელოს დარტყმები ეხლა დაუშვათ ფუჯეირაზე განახორციელოს დარტყმები აი ამ გაერთიანებულ არაბთა ემირატები საიდანაც განხორციელდა დარტყმაზე ხო ანუ საპასუხო იერიში მიიტანა საპასუხო იერიში რასაც მოყვება მერე კვლავ ოპერატიული ჩარევის აუცილებლობა კონგრესის მიზეზის საფუძველზე ანუ თქვენი ხედვა ასეთია რომ ახლა ეს მოჩვენებითობა როცა აგერ ითქვა რომ ჩარჩო ხელშეკრულება მინიმუმ 60 დღიანი მოლაპარაკების პერიოდის გახსნისთვის უკვე ახლოს არის ორივე მხრიდან ხელმოწერისთვის და ამასობაში ჩვენ დაბომბვის ფაქტებიც ვნახეთ და თქვენ მიერ ბანდერაბასი ნახსენები შევახსენოთ სპენელს რომ სწორედ იმ სრუტის იმ წვრილ ყელშია სადაც რომელზეც არის ამდენი პრობლემა და რომელიც ქმნის გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებსაც ჩვენ ამ მოცემულობაში როდესაც ხედავთ რომ ჩვენგან მარჯვნივ გააჩნია რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ მარჯვნივ და მარცხნივ გვაქვს ეს მოცემულობა
ხშირად გვესმის იმაზე საუბარი, რომ იგივე ტაივანი საჯილდაო ქვად იქნება უკვე იქით სივრცეში. და ნელ-ნელა კიდევ უფრო ხილული ხდება, ასე ვთქვათ, ცხელი წერტილების გადაადგილების ტრაექტორიით ვაშინგტონ პეკინის დაპირისპირების გადაკვეთის რეალური ხაზები. ჩვენ ამ დროს ვიმედოვნებთ და ზოგადად შეფასებები ასეთია, რომ ხედავთ ამერიკა ცდილობს თავისი დომინაციისა და ძალების დემონსტრირების მეშვეობით კვლავ გაიხანგრძლივოს თუ ერთადერთობა არა და ორპოლუსიანობა არის, ამ ორპოლუსიანობაშიც თანაბარ პოლუსიანობას არ დათანხმდება, რომ ოდნავ მაღლა მინიმუმ დარჩეს, ხო? და მის საპირწონედ ხედავთ ჩინეთს, რომელიც თავისი ტრადიციული აღმოსავლური დიპლომატიით, ნელი ქმედებებით, პასიური ნაბიჯებით, თუმცა ეკონომიკურად აქტიური ექსპანსიაც შეგვიძლია გარკვეულწილად სალვას დავარქვათ, აგრძელებს სვლას და ამბობს, რომ იქ თუ ძალით ჩარევას და თავს გახვევს რაღაცას, მე თანაბარ უფლებიანობის პრინციპით მოდი ვითანამშრომლო. მე რა იქნება, როგორი იქნება ეს თანაბარ უფლებიანობის ხარისხი, ისტორიამ ეს არაერთხელ გვასწავლა, მაგრამ ბალანსის პოლიტიკის გათვალისწინებით. მე აქით მოვდივარ. აი ეს ხედვა, რომელიც უკავშირდება ერთი გზა, ერთი სარტყელი და გეოპოლიტიკის ნაცვლად ჩინეთის მხრიდან ხელშეწყობა იმისა, რომ გადაერთოს ყველა და ყველაფერი გეოეკონომიკაზე, რომელიც ჩვენთვის ალბათ მომგებიანი იქნება. იმ მოცემულობის რეალობაში, როდესაც ეს მარყუჟი ნელ-ნელა ინდოეთის ოკეანის იქით ამ მხარეს აზიისკენ მიდის, თქოს ამერიკის მხრიდან რომ შებოჭვა მოახდინოს, რამდენად პერსპექტიულად ხედავთ იმ ჩვენს მოლოდინს, რომელიც უკავშირდება მით უმეტეს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე ჩვენს ერთადერთობას სახმელეთო ხიდის სახით ევროპასა და აზიას შორის, რამდენად მოიცლის ჩინეთი ამისთვის, რომ მოსაც თავისი ინტერესები აქვს და უკვე ზრდა აქვს იმდენი, რომ უნდა არ უნდა მორიგი ნაბიჯები უნდა გადადგას. ხა ჩინეთი არის სოფლიოს სამჭედლო, თუ არ ვცდები 30%-ია მისი წილი დაუშვათ სოფლიო პროდუქციის წარმოებაში, რომ წარმოვიდგინოთ ეს მასშტაბი. წარმოსადგენელთა რთულია. ამავე დროს ჩინეთი რო ავიღოთ ეს სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით, კრიტიკულად ამოკიდებულია საზღვაო ვაჭრობაზე. სოფლიო ვაჭრობის 80% მიმდინარეობს საზღვაო მარშრუტებით, ანუ ლოჯისტიკა. რომელზეც დომინაცია მე-14-მე-15 საუკუნეების შემდეგ დინამიურად მოიპოვა ინგლისის იმპერიამ და შემდეგ ეს გადავიდა ანგლოსაქსების სახელით ამერიკის ისერზე თუ მანამდე ადმირალმა ჩენ ხემ მინის დინასტიის დროს ყალა და გაკვალა ეს საგზაო გზები. ხო, მაშინ ეს ჩინეთის უზარმაზარი ფლოტი, ოქროს ფლოტი, მასთან შედარებით ის ბრიტანული და უშოთ ჰოლანდიური გემები რაღაც სასაცილო სათამაშოებად ჩანდნენ. შეგახსენებთ, რომ აი ეს გემები სიგრძით იყვნენ და ზავადო თანამედროვე ემზის შეიძლება შეადარო ხელა იყო მრავალსართული 8 სართულიანი გემები იყო 50 მეტრის სიგანე და 120 მეტრის სიგრძე ცნობისთვის 60 ასეთი გემი ააშენეს და კიდე დამხმარებლად დაახლოებით 300 გემი ეს ხდება მე-15 საუკუნეში მაგრამ მე ჩინურმა ბიუროკრატიამ და იმპერატორის კარმა გათვალა რომ საზღვაო სახელმწიფოდ გადაქცევა კარგს არაფერს უქარ და იმპერატორის იერარქიულ ხელისუფლებას ის გამოდიოდნენ კონტროლის ქვეშიდან მისი ქვეშევრდომები რომ თვალუწვდენილი შიდა ლოკალური რეგიონალური განვითარების აქცენტირება გადაწყვეტა. ასე ჩათვალა და ის გამდიდრებული საერთოდ საზღვაო ვაჭრობას თავისუფლების სული მოაქვს საზღვაო ცივილიზაცია სხვანაირად და ასე ვთქვათ, ასეთი ხატოვანი გამოთქმით აისახა ეს გადაწყვეტილება, რომ დრაკონმა გადაწყვიტა კლანჭები შეიკეცოსო, ხო? და შეიკეცეს კლანჭები და ბოლოს საერთოდ იმ დონეზე მივიდნენ უკვე ჩენხეს მერე, ანუ ჩანგაოშის მერე რომ ესე იგი ნელ-ნელა აიგრძალა საერთოდ და ბოლოს ღალატად გამოცხადდა ეს საზღვაო ვაჭრობა, რასაც გამომაც საკმაოდ სპეციფიკური გზით წარმართა ჩინეთის იმპერიის განვითარება. და მერე უკვე საერთოდ რა მოიტანა იქ ოპიუმის ოდობა, ეს ცალკე ისტორია. მაგრამ დღევანდელ მოცემულობას დავუბრუნდეთ ისე. ეს ახლა დრაკონმა დიდი ხანია გაშალა ბჭყალები. მოდი ასე ვთქვა და ეს გაშლილი ბჭყალები რას ნიშნავს ახლა რომ ჩინეთი აშენებს ძალიან დიდ ფლოტს ააშენა უბრალოდ უკვე ფლოტი რამდენიმე ისიც აქვს
ქვია ის დიდი გემები, ავიამზიდების მატარებელი გემებიც აქვს თავისი დაჯგუფები, წყალქვეშა-ნავებით და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ისეთი როგორც არის ჰიპერბგერა და დრონები, ხო? აი ძალის პროექციის დრონებია წყალზე და საჰაერო და წყალქვეშა დრონებით ვითარდება. რომელმაც შეიძლება სვათაშორის კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინოს ატომური ტრიადის მქონე ქვეყნებისთვისაც. კერძოდ წყალქვეშანავი, რომელიც არის ყველაზე უფრო დიდი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღი, მოგიხსენებთ, შეიძლება გახდეთ მსხვერპლი ძალიან ესეთი მცირე ზომის წყალქვეშა დრონების შეტევისათვის, ესეც ისევე როგორც ავიამზიდები. ანუ ძალის პროექციის ინსტრუმენტები იცვლება და ეს რო იცვლება დრამატულ მნიშვნელობას იძენს ამ დროს სხვადასხვა მიმართულებით, ამ ეცვლილებები. ეს რისთვის რას ვამბობ ახლა მე რომ დაუშვათ იგივე ჩინეთისთვის ის საზღვაო ვაჭრობის ის მარშრუტი, რომელიც დაკავშირებულია მალაგის სრუტესთან, შეგახსენებთ, რომ მალაგის სრუტე არის ძირითადი არტერია, ესე ვთქვათ, ძირითადი არტერია ჩინეთიდან და ჩინეთისკენ მიმავალი სავაჭრო ნაკადებისა. მის ყველაზე ვიწრო ადგილებში, რომელსაც მალაიზია და ის არის, ხო? ინდონეზია. ესე იგი და რომელსაც აკონტროლებს ამერიკის საზღვაო ფლოტი, ძირითადად, თუმცა კონტროლი არ ჭირდება, ამას ჭირდება დაუშვათ გარკვეული დესტაბილიზაცია. 2 კილომეტრი ნახევარია მის ყველაზე ვიწრო ყელში. სულ ვიწროვდება სინგაპურთან. ზოგადად აი რაღაცნაირად ისტორიის ხუმრობა, რაღაცნაირად გავს ამ ეს გეოგრაფია და კაცობრიობის ესეთი სავაჭრო გეოეკონომიკური ისინი მარშრუტები, ხო? და საზღვაო მარშრუტები დამოკიდებულია გარკვეულ ვიწრობებზე, სადაც დაუშვათ რომელთა გადაკეთვაც იწვევს აი ისეთივე ეფექტს როგორც ტრომბი და აგერ ჰუსიტების პროქსი ძალით ირანისა იქ ბატონო, მალაგის სრუტე, ორმუზის სრუტე, იგივე წითელი ზღვის არხი, რომელიც ხელოვნურია, კი ბატონო, სუეცის არხი, მის პანამის არხი, ხო? მნიშვნელობის არის. კიდევ არის ბალტიისპირეთში და ბალტიის არხები, აგერ ბოსფორი და დარდანელი, ხო? და ეს ძალიან ისეთი სტრატეგიული კი, ეს გეოგრაფია და ამის გარდა ეხლა კიდე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომლის დაზიანებას დაუშვათ გამოიწვევს უფრო უარეს შედეგებს ხშირად ვიდრე რომელიმე იარაღის გამოყენება. იგივე მაგალითად ირანი როდესაც საქმე დადგა იმაზე ცივილიზაციას გავანადგურებთ ბატონმა დონალდმა რო განაცხადა, ხო? ირანმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, ერთმნიშვნელოვნად უბრალოდ თქვა, რომ ის დააზიანებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. რას ნიშნავს ეს არის ჩვენ დავხედოთ ესე ზემოდან, ასე რა ქვია, დედამიწას ეს გამჭოლი ბზერით რო შევხედოთ, ეს წყალქვეშა კაბელები დაუშვათ, ეს მთელი ინფრასტრუქტურა, ამ ტრაფიკი, ინტერნეტის, რომელზეც კრიტიკულად დამოკიდებული ვართ ყველანი, ხომ? ჩვენ და უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, საფრთხეების პრობლემა გლობალური ქსელია. ორმუზის სრუტეში იქ არის თავმოყრილი კიდე სხვა ადგილებიც აი განგლიები, ნერვული კვანძებივით არის. ხო და შესაბამისად აი ჩვენ ვართ აი ესეთ მდგომარეობაში. და ამ გამოწვევების ფონზე რამდენად მოიცლის ერთი სარტყელის ფარგლებში ამიერკავკასიის საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. კი ბატონო, ჩინეთი უზარმაზარ სახსრებს დებს ერთი გზა, ერთი სარტყელის პროექტში და ასევე კაცობრიობის ერთიანი მომავლის კონცეფციაში. კონცეფციიდან გამომდინარე მოქმედებებს ახორციელებს. კერძოდ ის ცდილობს კონდეს დამოუკიდებელი ლოჯისტიკური გზები და რესურსებთან წვდომა და ასევე ეს რესურსებთან და გზებთან წვდომა გულისხმობს პოლიტიკურ გავლენის ზრდასაც, ხო? ბუნებრივად, არა დაუშვით იდეოლოგიური მოსაზრებებით. ამიტომ ჩინეთი აი კოლოსალურ სახსრებს, იგივე საქართველოს ავიღოთ აგერა, ჩვენ რა ვერ ხედავთ ვინ აშენებს დაუშვათ ჩვენს გზას და საქართველოსზე გამოვალ ტრასებს და ინფრასტრუქტურას ვინ აკეთებს? ჩინეთი. რატო აკეთებს ჩინეთი? იმიტომ ჩინეთი სახელმწიფო კაპიტალიზმი, ან სახელმწიფო სოციალიზმია იქ, რას გულისხმობს სოციალიზმი და კომუნისტური პარტია რა არის? ეს არის წარმოების საშუალებებზე სახელმწიფოს მონოპოლია, ხომ? და ასევე სახელმწიფოს აქვს
გადამწყვეტი როლი როგორც დარგების შიგნით, ისე დაუშვათ გასაგარეო პოლიტიკაში და ის არ არის ორიენტირებული იმაზე, რასაც დასავლეთია ორიენტირებული, რომელიც ამას ახორციელებს კომერციული სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც თავისუფლად დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნილებებზე, ინვესტორების იმაზე, მოგების სურვილზე და ასე შემდეგ და ეს სულ სხვა სტრუქტურაა, ეს იძლევა სტრატეგიული პროექტირებისა და ინვესტირების დიაპაზონს და ჰორიზონტს ჩინეთისთვის. ამიტომ რო ავიღოთ ჩვენ დაუშვათ დღეს რაც ხდება, მიუხედავად სამასლიანი დომინაციისა, რომელიც სავახშო კაპიტალს აქვს, ხომ? დედამიწაზე და ეს კაპიტალიც ვიცით, სად არის კონცენტრირებული ძირითადად. მიუხედავად ამისა, ჩინეთის სახელმწიფო სტილით და ყველა იქ ჩინური კომპანიებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაკონტროლებელი 90% რიგი სტრატეგიული ნედლეულის 90 ხშირ შემთხვევაში 80-95% ჩინელებს ხელშია. იგივე მაგალითად ავიღოთ ეგრეთ იშვიათი მეტალები, რომელზეც კრიტიკულად არის დამოკიდებული ყველა ტექნოლოგია. თუნდაც ელემენტების და თანამედროვე ტექნოლოგიების. ნუ მე კიდევ რამდენიმე საკითხზე მინდოდა ფაქტია ვერ მოვასწროთ, მაგრამ ორ კონტრასტულ კითხვას დაგისვამთ და აი ამ დარჩენილ 4 წუთში იქნებ გაგვცეთ პასუხი. ცოტა ფილოსოფიურად და მასშტაბურად რო შევხედოთ დღევანდელ მოცემულობას ცოტა შემაშფოთებელია. მეორეს მხრივ ისტორიას რო გადავავლოთ თვალი თითქოს არც არის ახალი არაფერი. ევროპის შუაგულში გერმანია, ადრე პრუსია, არ ვიცი თუნდაც რამდენიმე ათეული სახელმწიფო რომელიც იქ არსებობდა გაერთიანებული გერმანია, შემდეგ მისი მცდელობა რუსეთთან გაერთიანება, ანუ რესურსებთან გაერთიანება და დომინაციის შესაძლებლობა ამ დროს ბრიტანეთი, რომელიც სრულიად ცალკე იყო, მუდმივად აქ ძალთა ბალანსის თვალსაზრისით ხან საფრანგეთს მიემხრობა, ხან გერმანიას, ხან ერთს, ხან მეორეს და თავის თამაშს თამაშობს დისტანციურად. ეს მასშტაბებში რო გადავიტანოთ, ახლა იგივე ხედვით არის დაახლოებით ამერიკის შეერთებული შტატები უხეშად რო თქვა და ზღვის ეგრეთ წოდებული სახელმწიფოები და ჰარტლენდის სივრცის წარმომადგენლებს შორის ეს ისტორიული ბრძოლა გრძელდება. მაგრამ ამ მოცემულობაში ჩვენ უკვე ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე გვაქვს ისეთი იერარქი, როგორიც არის ატომური ბომბი. მართალია ძალის პროექციის ცვლილებების რეალობაში ვართ, როდესაც ერთ $200 თვითღირებულების დრონს შეუძლია რომ 200,000 ღირებულების სარაკეტო დანადგარი თუ რაკეტა სანამ გაფრინდება გამოიყვანოს წყობრიდან თუ დიდი ხომალდი, მაგრამ შედეგი ერთი აბეთგებული ატომური ქობინისა ბევრად უფრო დიდია თუნდაც 100 პატარა დრონისა, რაც არ უნდა ვთქვათ. ხო, სტრატეგიულად იგებს, კი, ტაქტიკურად შეიძლება ეს რაღაც მომენტებში არის და აგერ გერმანილის მილიტარიზაცია ელემენტები ჩანს თითქოს ისტორიის განმეორებებისა, თუმცა მეორეს მხრივ ფაქტი არის თუ არა რომ როგორ ხედავთ ვართ ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე, რომელიც მართლაც აი იარაღის სცენაზე დაკიდებული იარაღის ბოლოს გავარდნის რეალობისკენ გვაყენებს და ამ მოცემულობაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება და საზოგადოებრივი ცხოვრება სადაც აი საინტერესო მოვლენები მაგალითად 26 მაისთან მიმართებაში იყო მოლოდინი და 26 მაისის შემდეგ თემა აღარ არის სამწუხაროდ გოლში მომხდარი ამ ფაქტის გარდა, სადაც მიმდინარეობს საგამოძიო მოქმედებები. აი ასეთი გლობალური ეგზისტენციალური გამოწვევის და გეოგრაფიული გადახალისებების ფონზე და ჩვენთან მიმდინარე პროცესების პარალელს როგორ შეხედავთ? ხო, ხა ჩვენ რამდენად ვახერხებთ ახმადობას აი ამ რეალური სურათისას? ახმადობასთან რა თქმა უნდა გვაქვს პრობლემები ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც გვაქვს გარკვეული ფანტომური უსაფრთხოების განცდა. ასე დავარქმევდი მე და მინდა რომ დამკვიდრდეს. ანუ ფანტომური იმპერიული ტკივილები რო არის და ჩვენ გვაქვს ფანტომური უსაფრთხოების განცდა, ვინაიდან ჩვენ ვიყავით დიდი იმპერიის ნაწილი და იმპერიის დაუშვათ უსაფრთხოების სამსახურები, ჯარი და ასე შემდეგ ქმნიდა იმ რეალობას, რასაც ქმნიდა, ხომ, რომ დაუშვათ ვერ წარმოგედგინა, რომ იქ რაღაც დაირღვეოდა საზღვარი, რაღაცა გარკვეული ჩამოყალიბებული სტერეოტიპია ეს, რომელიც და შემდეგ უკვე პროექციებით დავეხმარეთ ამ ყველაფრის გამყარებას. კი, ბატონო, ხო, რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპია ჩამოყალიბებული და ჩვენ გონია, რომ რაღაცა კიდე ისა გვიცავს. სინამდვილეში და ეს დაცვა რას ნიშნავს? ანუ ის რომ შენი გულისთვის ვიღაცა დაუშვათ შენ რაღაცის ნაწილი რო ხარ, ბუნებრივია იმ დიდის დაცვის ქვეშ ხარ, როცა აღარ ახარ ნაწილი, ხო? ბუნებრივია რომ და გონია რომ ნაწილი ხარ,
აი მაშინ გეწყება პრობლემები, ანუ არაადეკვატური აღქმაა ეს. ეს არის ის რაც უნდა გადავლახოთ ჩვენ და დავინახოთ რეალობა, რა რეგიონში ვცხოვრობთ, რა ინტერესებია, იმიტომ ჩვენ ხომ მანამდე არ ქონდა ჩვენი ინტერესები ინტეგრირებული იყო, არ ქონდა გამოხატვის, არ ვიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო. ატროფირებული იყო ეს პოლიტიკური. არ იყო ხო, ბუნებრივი ეს ვერ განვითარდა სამწუხაროდ სათანადოდ რამაც გამოიწვია ესეთ მოუყევით ესე გეოპოლიტიკურ ასე ვთქვათ ავარიებში, ხო? დიდწილად ჩვენი არადეკვატური აღქმების გამო. შესაბამისად ახლა ამავე ავარიები კი ვართ, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ბევრმა ამას ვერ ისწავლა მაინჩკუა და კვლავ იგივე ტრენდებში არის, იგივე იმეებში არიან, ილუზიებში არიან. აი რა ილუზიებია ეს, რომ გონიათ რომ დაუშვათ სომხები ცოტაშორის ანალოგიური მასში არიან, ახლა გონიათ რომ ვიღაცა დაეხმარება. არსებული მიწაზე არსებული რეალობების აღქმა არის გართულებული და იდეოლოგიური მომენტები ჭარბობს ხშირ შემთხვევაში ან და ემოციები. და ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, რომელიც არის ძალიან დენტის კაზზეზის ისტორიულადაც და ოდნავ შეფუცხუნების ფონზე კი ბატონო. თუ დაუშვათ შენ აღიქვა მომას რეალობა, შეიძლება ეს დენტის კასრი და უშოთ დეტონაცია არ მოხდეს, თუმცა გარანტია არ აქვს. იმიტომ შენი ნება არ არის გადამწყვეტი აქ, ხო? იმიტომ სიმცირის გამო და თუ დაუშვათ შენ ცხელს შეუწყობ ამას, ნუ მაშინ გარდაუვალი კატასტროფების წინაშე აღმოჩნდები. და ჩვენი ამოცანა რომ ეს ხელი არ უნდა შევუწყოთ პირველ რიგში და აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის რომ ჩვენს მეზობლებს ჩვენს მიმართ არ კონდეთ დაუშვათ ისეთი ტიპის მოქმედებების განხორციელების საფუძვლები რაც ჩვენ დაგვაყენებს ეგზისტენციალური საფრთხეების წინ არც ერთი ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ პერიოდში სადაც არაფერი გარანტირებული აღარ არის აგერ აი გავიხედოთ ხო გარშემო სადაც სტერეოტიპები იმსხვრევა, სადაც სტერეოტიპები დამსხვრეული აგერ ახლა მიმდინარეობს, სადაც ერთნიშნულოვან იმას რა ქვია, მტერს და მოყვარეს ვერ დაინახავ. აი ეს ცნობილი ერთგვაროვნება აღარ არის, იმიტომ რომ ინტერესებია მრავალფეროვანი და დიდ სახელმწიფოებს ზოგადად ახასიათებთ, რომ წინააღმდეგობრივი ხშირად შიგნითა ინტერესებია და გარედან ერთպես ვერ დაადგენ, აი ბევრი ჩვენი მაგალითად ზოგი იქ რო ეძებდა ხსნას, ზოგი აქ და ზოგი იქ წააწყდა ამ წინააღმდეგობას და განიცადა კოგნიტიური დისონანსი, ხო? ასეთი ისტორიაში ხო ქონდა ჩვენ ახლა საფრანგეთს რო ვთხოვდით მაგალითად ირანის წინააღმდეგ ხო რაღაცებს ხო გვახსოვს ეს მე-17 საუკუნის ისტორიები ხო და არა მარტო და ეს საკითხი არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ჩვენთვის პრობლემა და ეს პრობლემა მწვავდება ამ შიდა დაპირისპირებებით ამ შენიქი ყავი რო დავაკვირდეთ წინააღმდეგობები როა განვიხილოთ ეს ნარატივები რაც არის საზოგადოებაში და ურთიერთრული განზრახვები ეს არის სრულიად თვითკვლელი ნარატივები სამწუხაროდ იმიტომ რომ დაწყებული იმით რომ ერთი ფენა ჩვენი საზოგადოების მაგალითად რადიკალურად უარყოფს იმ წარსულს რომელიც ქონდა და არასაპატიოთ და კნინობით ფორმებში მოიხსენიებს მას მიუხედავად იმისა რომ მამამაგათები და თვითონაც შე შემთხვევაში და ბაბუა და ბაბუის მამამაგათები იმ რეალობაში გაიზარდნენ და არც თუ ისე ცუდად ესე იგი ცხოვრობდნენ მეორე ნაწილი დაუშვათ უკვე მოკლე დისტანციიან პოლიტიკურ გარდატეხების გამო ბრალსდებენ ერთმანეს ხო რეალობა ეგ არის და სულ არის ურთიერთლანძღვის ურთიერთუარყოფის ურთიერთგანადგურების სურვილი ჩვენთან და ფონი სამწუხაროდ ისი მაგალითიც იყო ისი მაგალითიც აგერ ბოლო 5 წლიანი ესე ვთქვათ აი ეს იყო განუწყვეტელი რევოლუციის ცდელობები რომლის რეპლიკა იყო ციცინათელების აქცია რუბიოსთვის რომ უნდათ დაენახვებინათ ეს რა ქვია აქავარ ჩვენ ციცინა თქვენი ციცინათელები კომიკურ ელფერს ატარებდა მაგრამ ამავე დროს ამაში არ შეიძლება არ დავინახოთ რაღაც ჩვენი ისტორიული ტრაგედიების გამოძახილი ხო როცა მუდმივად სხვაგან ეძებდნენ და ხან შახის ხალათს ეძებდნენ და ხან ცეგას ვდივნის წყალობას ხო და აქედან გამომდინარე რაც თქვენ ბრძანეთ საქართველოს არის ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი საზღვაო სანაპიროა ამ საზღვაო სანაპიროს და ტერიტორიის გამოყენება შესაძლებელია თუ ჩვენ მოახერხეთ რომ მშვიდობიანად ეს
ჩვენი განვითარებისთვის გამოვიყენეთ, ეს იქნება საქართველოს რამდენიმე წელიწადში, შეიძლება 5, 7, 8 წელიწადში მიუხედავად არა დაშვებული შეცდომებისა და არაეფექტური მართვისა ხშირ შემთხვევაში, ხო? თვისობრივად სხვა დონეზეა. ისედაც ჩვენ ხედავთ გარკვეულ ესე იგი ტენდენციებს, ხომ ზრდას, ესე იგი ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც ზოგიერთი მიაწერს დაუშვათ შოკს, საგარეო შოკებს. ესეთი ისიც არის, რომ საგარეო შოკი იყო, ფული შემოვიდა და ასე შემდეგ, მაგრამ საგარეო შოკი რომ იყო და ფული აქ შემოვიდა, იმიტომ შემოვიდა, რომ აქ არ იყო შოკი. თორე აქ რო შოკი იყოს, რაც შემოვა, მაგას მგონია დიდი პროგნოზირება არ ჭირდება. და ჩვენ თუ ეს გავაგრძელებთ და სწორად მიმართეთ ეკონომიკური ნაკადები და მოდერნიზაციული პროექტი შევიმუშავეთ, რაზეც მუშაობთ, მაგალითად მე და ბატონი ირაკლი გოგავა და სხვები კიდე ძალიან ჭკვიანი ხალხი. ხომ და ეს დისკურსი გადავიდა არა შენსად იყავი და შესაძლებლად და შემაიმუნო აბდორეზერობიდის დისკურსი გადავიდა კვალიფიციურ დონეზე ხო ძალიან სერიოზული განვითარებული და შესაშური ქვეყანა შეიძლება გავხდეთ გვაქვს ამის როგორც ადამიანური ისე ბუნებრივი რესურსების სხვათა შორის და მდებარეობა დავიტოვოთ იმედი რომ ეს რეალობად იქცევა შესაძლოას გარეშე ეს ირადდება. მადლობა დიდი ბატონს, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, ბატონ სოსო მანჯავიძესთან ჩვენი საუბარი სამწუხაროდ საერთო დრო ამოიწურა. დასასრულს მივახლოვდა, აიტვირთება რადიონის Facebook გვერდზე. მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ დღის არხის ფორმატში უსმენდით ერთმანეთს, დროებით.